მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა გაჩვენებთ კიდევ როგორ შეიძლება დავზოგოთ ჩვენი ტელეფონის ელემენტის ხანგრძლივობა. ანუ გავზარდოთ ხანგრძლივობა. ჩვენს ტელეფონში არის საკმაოდ ბევრი პროგრამა, აპები, ზოგი ჩაშენებული ქარხნულად, ზოგი ჩვენი გადმოწერილი, რომელიც აგზავნის ჩვენს ტელეფონში შეტყობინებებს. ანუ აქედან უმეტესი ნაწილი არ არის საჭირო, რომ მოდიოდეს ეს შეტყობინებები და რა თქმა უნდა ელემენტის ხანგრძლივობაზეც მოქმედებს ეს. ეხლა კი გაჩვენებთ როგორ შეიძლება გავთიშოთ ეს შეტყობინებები და დავზოგოთ ელემენტის ხანგრძლივობა. იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. შევდივართ настройкებში. Подключенные устройства. Быстрая отправка. Galaxy. Режимы сценарий. Звуки и вибрация. Режим звука. Уведомления. Строка состоит. Уменьшить громкость подсказки до 85%. Уведомления. შევდივართ აქ და აქვე. Уведомления приложений. Выберите, какие приложения будут управлять уведомления. Уведомления приложений. Уведомления приложений. აქ შევდივართ და ნახეთ. Диск глубокий. Галерея выключена. Изменить. აქ აგერ მე Галерея выключена. Изменить. გათიშული მაქვს. უკვე აგერ ჩავთავ გამორთა, ანუ გალერეა დაუშვათ რატომ უნდა გამოგვიგზავნოს გალერეამ შეტყობინებები. დისკიც, ანუ გათიშული კარტი, კონტაქტი, ესეც გათიშული მაქვს. და ასე შემდეგ, ანუ აქ შეგიძლიათ ჩამოუყვეთ და დატოვოთ მხოლოდ სოციალური ქსელები, Facebook, Messenger, WhatsApp, Viber და ასე შემდეგ. დანარჩენს, რომელსაც თქვენ თვითონ ჩათვლით საჭიროდ, რომ არ არის საჭირო გამოგიგზავნოთ შეტყობინებები, შეგიძლიათ გათიშოთ. ეს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის ტელეფონს და პლუს ამას დაგიზოგავთ ელემენტის ენერგიის ხანგრძლივობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.